შინაგან საქმეთა სამინისტრო საათების განმავლობაში წელავდა აქ ადგილის შეთანხმების, ანუ სცენის დადგმის ადგილის შეთანხმების პროცესს 3-4 საათის განმავლობაში. საბოლოოდ რაღაც ლოკაციაზე შევთანხმდით, ამის მერე მანქანა, ანუ ტრაილერი, რომლითაც მოქონდათ ტექნიკა, სცენა და გახმოვანებისთვის საჭირო კონსტრუქცია შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაიტაცა გვირთამოედნის ტერიტორიიდან, მხოლოდ წაართვეს ტელეფონი 40 წუთის განმავლობაში დაახლოებით 1 საათის განმავლობაში ვერ ხერხდებოდა ამასთან დაკავშირება. საბოლოო ჯამში მან დარეკა და გითხრა, რომ ჯერ გაჩხრიკეს მანქანა, შემდეგ ამ ძღოლს წაართვეს მობილური ტელეფონი და ძღოლიც და მანქანას გადაიყვანეს 112-ის საჯარიმო სადგომზე. იმისთვის, რომ დღეს რუსთაველზე არ შედგეს პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიმართვა ქართველი ხალხისადმი. მაგრამ ამის მიუხედავად, და რომ ყველა ძალიან კარგად იცოდეს, რომ ეს მიმართვა აუცილებლად შედგება, რუსთაველზე აუცილებლად იქნება შესაბამისი გახმოვანება, ყველაფერი იმისთვის, რომ პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ქართველ ხალხს მიმართოს, ეს აუცილებლად ესე იქნება. ეს არის წარმოუდგენელი ფაქტი, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძღოლიან მანქანიანად გაიტაცა ყველაფერი და დააპატიმრა 112-ის საჯარიმო სადგომზე. მაშინ როცა მოროდიორებებით იქცევიან სამწუხაროდ პოლიციაში მომუშავე ადამიანები, მაგრამ ოფიციალურად რა მიზეზს ამბობდნენ, ეს ხომ არ იცით? რა არგუმენტი ქონდათ მათ? ანუმარტიათ მიზეზი ამ ადამიანისთვის, უბრალოდ ხელი მოკიდეს და ძღოლით და მანქანას დააპატიმრეს 112-ის სადგომზე. მე მინდა რომ მივმართო ყველა ადამიანს, რომელიც ამ დღეების განმავლობაში აპროტესტებს ამ რუსულ რეჟიმს, ითხოვს ახალ არჩევნებს, ითხოვს პოლიტპატიმრების განთავისუფლებას, რომ ეხლა ყველა ჩვენგანის ადგილი არის რუსთაველზე, აი ამ თავხედურ პროვოკაციას ეგრეთ წოდებული ხელისუფლების მხრიდან, შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან ჩვენ უნდა უპასუხოთ სიმრავლით რუსთაველის გამზირზე. პრეზიდენტის მიმართვა არის, როგორც ვიცით, 9 საათზე, მაგრამ მე მინდა ყველას მოუწოდო, რომ ეხლავე რაც შეიძლება მეტი ვიყოთ რუსთაველის გამზირზე, ჩვენ უნდა ვაჩვენოთ, რომ აი ამ თავხედობების, აი ამ რაღაცა არ ვიცი, აი მათხოვრული პროვოკაციების მიუხედავად ქართველი ხალხი არის ერთიანი, პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიმართვა აუცილებლად შედგება და ყველას მინდა მოუწოდო, რომ გამოვიდეთ რუსთაველის გამზირზე, ეხლა ყველა ჩვენგანის ადგილი არის რუსთაველის გამზირზე.